გერმანელმა გროვზმა შექმნა ბომბის დიზაინისა და განვითარების ლაბორატორია ლოს-ალამოსში, ნიუ-მეხიკოში. მსოფლიოს რამდენიმე გამორჩეულ მეცნიერთან ერთად, რობერტ ოპენჰაიმერის ხელმძღვანელობით. ლაბორატორია ნიუ-მეხიკოს ჩრდილოეთით, პარაჯიტოს პლატოზე იზოლირებულ ზონაში განთავსდა. ურანის ბომბში გამოიყენეს იარაღის მოქმედების პირდაპირი მეთოდი, კრიტიკული მასისა და ბირთვული აფეთქების მისაღწევად. 1944 წელს მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იარაღის ტიპის ბომბი არ იმუშავებს პლუტონიუმზე. მაშინ მიმართეს თეორიული და უკიდურესად რთული იმპლოზიის მეთოდი. ოფიციალური გადაწყვეტილებით 1945 წლის 16 ივლისს გამოსცადეს აფეთქების ეს მეთოდი სამხრეთ ნიუ-მეხიკოში მდებარე ტრინიტის ველზე. ბომბსაც შესაბამისი სახელი ტრინიტი უწოდეს. ტესტმა წარმატებით ჩაიარა, თუ შეიძლება ამას წარმატება ეწოდოს. მეტიც მეცნიერების და სამხედროების მოლოდინებსაც გადააჯარბა. ეს იყო ბირთვული ეპოქის დასაწყისი. ამით ადამიანის მიერ გამოწვეული ბირთვული აფეთქების ხანა დაიწყო მთელს მსოფლიოში. პროექტის ჩარჩოებში შეიქმნა 3 ატომური ბომბი. პლუტონის ტრინიტი, რომელიც პირველ გამოცდაზე აფეთქდა. ურანის ბიჭუნა ჩამოაგდეს ჰიროსიმაზე 1945 წლის აგვისტოში და პლუტონიუმის მსუქანა ჩამოაგდეს ნაგასაკიში 1945 წლის 9 აგვისტოს. პროექტს ამერიკელი ფიზიკოსი რობერტ ოპენჰაიმერი და გენერალი ლესლი გროუზი უძღვებოდნენ. იმის მიუხედავად, რომ ყველამ კარგად იცოდა, რას ემსახურებოდნენ, ისინი ჩვეულებრივად მუშაობდნენ და ამას თითქოს ერთმანეთთან კომუნიკაციის დროსაც არ ემჩნევდნენ. მათ კარგად ჰქონდათ გააზრებული საიდუმლოს მნიშვნელობა და ისიც, რომ ამერიკა ამ საკითხში პირველი უნდა ყოფილიყო. ასეთი ერთგულება და ერთსულოვნება ნამდვილად დასაფასებელია. არათუ სამხედრო პირის, არამედ განსაკუთრებით რიგითი მუშის მხრიდან. სულ რამდენიმე წელიწადში მანჰეტენის პროექტმა წარმატებით შეასრულა მისია. შექმნა მსოფლიოში პირველი ატომური იარაღი. ამ დროის განმავლობაში ბირთვული მეცნიერება უსწრაფესი ტემპით განვითარდა. თუმცა მეცნიერები და პოლიტიკოსები პირველ რიგში ზრუნავდნენ მეორე მსოფლიო ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებაზე. 1945 წლის 8 მაისს გერმანია უპირობოდ დანებდა მოკავშირეებს, რომლითაც ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. გერმანიის ომიდან გამოსვლის შემდეგ მოკავშირეებმა მთელი ყურადღება მიაქციეს ომს წყნარ ოკეანეში. შეერთებულმა შტატებმა 1945 წლის 6 აგვისტოს პერლ-ჰარბორზე იაპონელების თავდასხმის შემდეგ ურანის საწვავით გაჯერებული პირველი ატომური ბომბი, სახელწოდებით Little Boy, პატარა ბიჭი ჩამოაგდო იაპონურ ქალაქ ჰიროშიმაზე. შედეგები გასაოცარი და ამავე დროს გამოუგნებელი იყო. სამი დღის შემდეგ 9 აგვისტოს შეერთებულმა შტატებმა ჩამოაგდო პლუტონიუმის საწვავით 3 ატომური ბომბი, ასევე იაპონიის ქალაქ ნაგასაკიში.